დღეს გადაცემაში ნახავთ. ეს ნინა მაგარია ფერისტია მგონი. შენ რა იქნება? შენ დაწყვიტეთ ერთმანეთი, დაწყვიტეთ. შენ რა გაგჭირს რა? მის დედა რა. ზარეული შესაძლოა რომ ხელბლო იყოს. 10 წამს გაძლევთ რომ გადაიფიქროთ კერძის დასახელება. შეიძლება დაარქვათ აჯანსანდალი ბატკრი. ხორცის არჩევა არ გცოდნიათ ბაზარში. პირველად მაგას განცდა რომ ყველაფერი ზედმეტია. შეჭამკიდე ამას. არა, არც გავიხსენებდი. ავთანდილ ცეცხლაძე. კეთი სალაყაია. მოგესალმებით შეფების ლიგაში. დაიწყო შეფების ლიგა, მე ისევ აქ ვარ, ისევ შემართებით. გუნდური ბრძოლა გასტრონომიული წესებით გრძელდება. ბრძოლა უკვე X აღწევს და მე ისევ აქ ვარ. პირადი მიზეზების გამო ყვითელი გუნდის წევრი არაჭორულური დათო არ იმყოფება, მაგრამ შემოგვიერთდება შემდეგ გადაცემაში. თედათონი არკასზე გიორგი ძამბედნერია ჩამიგდო ხელში. პროექტში დარჩით 10 მონაწილე, 5-5-ზე. ნახოთ ვის სასარგებლოდ დაირღვევა ეს ბალანსი დღეს. სანამ უშუალოდ დავალებაზე გადავალ. შლომო, ჩემო საყვარელო. შენთვის გვაქვს სიურპრიზი. ვაუ! всё, რომელი? 3, 2, 1. ხო? იმალე. ხედავ დედა. შოკში ვარ. I'm really on the ropes this time. I've been fighting all my life for you. აუ რომელ დედა გვეწია პირდაპირ ისრაელიდან შეფების ლიგაში. Should have said goodbye. But maybe that's what stupid people do. 'Cause you gave me peace and I wasted it. She asked me, son, when I grow up, will you buy me a house? მოგესალმებით შეფების ლიგაში. მოგეთლახ ბუხა ლიგათა შეფი. მადლობა. მიხარია რომ აქ ხედავ. ის მეხაში ათბო. და ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის. შლომო, გული გისწრება თუ შენ კარგად ხარ? მე ცოტა ხანი არ ვიქნებით. მე უკვე 37 წლის ვარ, არ შეიძლება ჩემი გული ასეთი რაღაცა. ვაიმე, დიდი მადლობა. დღეს არის ისრაელი დაბადების დღე და მე ვფიქრობ რომ ჩემი ოჯახი ყველგან არის ისრაელში, ახლა ბარბეკიუ და არის ასეთი და როგორ მე მინდა დედასთან ვიყავი და შლომო, სასწაული რაღაც უნდა გავაკეთოთ დღეს. შოქში ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა შეფების ლიგა ამს რომ დედა არის აქა. დღეს მოგიმზადეთ დავალება, რომელიც გაგვეხმარება გავიგოთ, რამდენად სწორად შეგიძლიათ ბიუჯეტის მართვა და რამდენად სტრატეგიული მოთამაშეები ხართ. თქვენი დავალებაა, რომ მოამზადოთ გემრიელი ოჯახური სადილე. თუმცა თქვენი ბიუჯეტი ლიმიტირებული იქნება და გადმოგცემთ მხოლოდ და მხოლოდ თითო გუნდს 30 ლარს. აი ეს. რა ბევრია? ის რა? აბა, გვიყიდია. კვერცხი უნდა შეწვა. რა? 30 ლარად. 30 ლარად ვინ სადილობს სახში პროსტო ვერ ხდები, მაგრამ აი ავი. თითო გუნდიდან 2 მონაწილე წავა ბაზარში, იმისთვის რომ შეიძინოს 30 ლარად ყველა საჭირო ინგრედიენტი. ყვითელი გუნდიდან დღეს ბაზარში წავლენ გიორგი და დადუ. ვფიქრობ, რომ კარგ პროდუქტს მოვიტან. ხოლო მწვანე გუნდიდან მარიამი და მიშა.
კვაზრობაზე არასდროს არ ყოფილი ვარ და მიშას იმედზე ვარ თავიდან ბოლომდე. მაგრამ მე მყავს ნაცნობები რა დეზერტირებში და მეთქი მაგათთან წავალ. ყველაფერი უფასოდ. მას შემდეგ რაც ყველა საჭირო პროდუქტ შეიძენთ, გექნება ზუსტად 1 საათი, რომ მოამზადოთ გემრიელი ოჯახური სათი. თქვენ ასევე გექნებათ რა თქმა უნდა დამხმარე ინგრედიენტები, როგორიც არის მარილი, შაქარი, ზეთი, შავი პილპილი და სხვა. ხოთ მობრძანდეთ და აიღოთ თქვენი კუთვნილი თანხა. დადუ გიორგი სარანდო 10 ლარზე მეტი. 2 ლარზე მეტი. მე წაგართვა ეს. ბარაკა მიშა ბარაკა. შეგიძლიათ წახვიდეთ ბაზარში. წავედით. აბა წავედით ჩვენ ბაზარი ყოფილა აქ. მოვედით მეგობრებო, მოკლედ ბაზარში, გადმოგცეს 30-30 ლარი თითო გუნდს და ეხლა უნდა შევიძინოთ 70 ლარში უნდა მოგვივიდეს რაღაცეები და მე ჯინსების ყიდვასაც ვაპირებ და იგედია ცოტას დაგვიყლებენ. წავედით. გამარჯობათ. ოსტრი მომზადოთ დღეს. და ოსტრისთვის გვჭირდება ბოსტნეული. გავაკეთოთ ჩანახი, რადგან ბოსტნეულის სეზონია. ბევრი ბოსტნეული გამოვიყენოთ და ცილაც დავამატოთ ხორცი. ჭადებით გამოვაცხოთ, რომ რაღაც ისე არ იყოს და თან ნოყიერი იქნება. კაი პომიდორი გვაქვს? ხო, ქართული არის ოღონ და 10 ლარი არის. 15 ლარში უნდა ჩავხტიოთ რაღაცეებში. რამიტომ ცოტა გაგვინდა. 30 ლარი გვაქვს ჯამში, მაგრამ 10 ლარში მინდა რომ საყურეები უყიდო ჟიურის. ეხლა იაფად უნდა მოგცეთ რაღაცეები, აბა რა გინდა მითხარი შემოგა. ბადრიჯანი გვინდა? აი დიდები გვინდა. არა, ეს არ ვარ. ოკეი. 3.60-ია, აჰა, იყო 3 ლარი, რა ვქნა. პომიდორი რამდენში გვაქვს ხა? პომიდორი 5 ლარში მოგცემ. 3 წელი. აჰა, 4 ლარსავზე. ეხოწებით რა. მესამეც. სულ 30 ლარი. კი. მეორე გარჩეული, ძვირი გირს ხო გარჩეული? დადე არ მინდა მაშინ ფუქი. კარგი ბატონო. თეთრი ხახუნი მინდა 2 თავი. და დაფნის ფოთოლიც მინდა 1 3 მოგვიწყვიტეთ ეგ. თითელ ბულგარული ავიღოთ მოდი რა, გავუკეთოთ. კაი, 2 ლარის ეს არის. 9 ლარი სულ. მოკლედ 9 ლარში ბოსტნეული ვიყიდეთ. კაი, რჩება 21 ლარი. ბულგარული გვინდა მწვანეც და წითელიც. 1 ხახვი გვაყოფა. და ნიორი მინდა. აჰა, შაშკლავიც მინდა, ოღონდ. მარუსა, ბევრი არ დამახარჯინე. კაი. მოდი, დადე, არ მინდა ფული, ჩადე, მოდი აქ მოდი. მადლობა. დიდი. 25 ლარი დაგვრჩა, 5 ლარად წამოვიღეთ ყველა ბოსტნეული, რაც კი გჭირდებოდა და ეს მიშოს დამსახურების ნაცნობები ყოლია. ნაცნობობა ჭრის. ჩურჩხელა ხო არ ვიყიდე? არა. ბიჭო, ან გეტყვი რატო რა? რატო? დესერტის მოძებნებას ვერ ვასწრებ, თან 30 ლარში დესერტის პროდუქტი არ მოგვივა. ხო ხდები, ოსტრს ვაკეთებთ, ხორცი გვაქვს საკიდელი და ჩურჩხელა რომ ჩაიკბარუნეთ და ოსტრის მერე გაუსწრდებათ რა. რა გეს ჩურჩხელა? 2.5. 2 ცალი გვინდა ნიგზიანი ჩურჩხელა და 4 ლარში მოგეცი. ცოტა ხელები შემიძლია. იყოს, დავით, ხელა. რამდენი დაგვრჩა? 17 ლარი, 17 ლარში. ეხა 2 ლარში მწვანილები ვიყიდეთ. 10 ლარის ხორცი და 5 ლარად ხუთს უყიდით ავთოს. წყლის ხორცი გააქვთ? პატარა გვინდა რა, 1 პორცია საჭმელი უნდა მოვამზადოთ. 14 ლარის გააკეთეთ და 10 ლარში გაგვატანეთ და ეგაა რა. 14 ლარში. ოვი 10 ლარი ამარა გავა. ხო, მადლობა დიდი. მე 2 ლარში ხო მოვცემ. კინძი ხახუში და რეჰანი. აჰა. ალალი იყო. რატო რამდენი და 15 ლარი. ბულგარულები დავაბრუნოთ, ქვილი ვიყიდოთ, დაგჭირდება ცოტა და პურიც გავაკეთოთ, რა ქვილი. მანდ და ბულგარული უნდა დავაბრუნოთ რა. ხო, ფული გვინდა და მაგიტო რა. რამდენი სიტყვის ბულგარული? მართლა 2 ლარიც იყო. 2 ლარის ვიყო და 2 ლარისში ხო და 2 ლარს ავიღებთ უკან ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ზანდი. მადლობა ძალიან. ჩვენი ფული დავაბრუნოთ უკან. 10 ლარის ხორცი გვინდა. საოსტრო ხორცი გვინდა რა. ცოტა ქონის კონდეს ცოტა რბილიც რა. ძალიან დიდი მადლობა, ეს აშკარად 10 ლარზე ის არის. 10 ლარში გამოვა. გამოვა. დავიღოთ. მადლობა დიდი. ერთი შეკვრა რა ღირს? ლარი. მშვენიერი. ოხრახუში გვინდა. რა არის? ლარი. ზვირია, ზვირია. 2 არ გვინდა, 1 გვინდა. 51-ში მოგვეცი. 51 მე გვინდა. ოაი, ჩაი მე მერიკა. დაცან არ დაგავიწყო. მადლობა, კარგად. 7 ლარი დაგვრჩა. 7 ლარად უნდა ვიყიოთ ეხლა ჩვენ ქვილი. მოდი ქულზე მე მიმიში. დავაი. ძალიან ცოტა გვაქვს თანხა. ჩვენ გვინდა დაახლოებით 200 გრამი ქვილი. თუ ისე იქნება საშუალება, რომ საერთოდ უფასოდ გაგვატანთ. აი ახალგაზრდა. კაი ბიჭები ვართ. ნამდვილად. და გემოგემსახურე. 50 კაბიკისაც გაგიწევთ. კი ბატონო, კი და ბატონო. არცეთი არ კაბიკი არ მინდა. მომენტი გადა. თქვენ ვისვაჩქვევთ? რაც გესია მონება, ქვით და გაჩქვევ. აჰა.
უ ტომატ პასტა გვაჩუქეთ და ეგ არისო. გაკას გინდოდა და ეხა გავახსენე ბიჭო. მადლობა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ჰა, ჭადისფილი ხوار გიდეთ კიდე. ჭადისფილი? ჰა, ჭადე. ყველი ვიჩუქოთ, კაროჩი, სადმე? ვაფშე და ჭიშტარები გავაკეთეთ. ყველას მე ვიჩუქეთ, კაროჩი. მით. კაი, სა, ჭადისფილის როგორიც რაღაცა ვიჩუქ. სა, საკვასი ეტი არის. რას ვიჩუქებ უნახოთ. ეითა, ყველსაც მოგიჩ. ყველიც გაქვთ კაცო. აბა, ყველაფერი მაქვს. მე შენ არ ვიცნობ. სადილზე თითო ჭიქა გვინდა ხო ასწორებს. აბა რა კიდე, თანავით გინოთ. კი. გაგვიმაჯოს, ახლა გავიგებთ როგორი ჭაჭაა და როგორი იმოქმედებს ჩვენს ჟიურზე. რა კაია, ბიჭო. შეჩიგევრელი. მე კიდე 50 თეთრი დავკარგი. ასაღას გადავიხატე და არ მახსოვს. მე უფასო თავიღე რაღაცები და ამან 50 თეთრი დაკარგა. კაი, მოკლედ ახლა დაგვრჩა რამდენი? 13 და 50 და საყურეები უეჭველი უნდა ვიყიდოთ. საყურეებს ვეძებთ. დიდებს. და იაფად. და იაფად. ეს რაღაც? 20 ლარში გაძლევ 25-იანს. 10-იანს შვიდში. აი 10-ში 15-იანს. აი ეს 8-ში მოგვეცით და ტომატს დავაკლებინებ მე. მადლობა უღრმესი. კაი, და გვჩება რამდენი? 5.5. ჩემგან საჩუქრ. უღრმესი მადლობა. მოკითხვა. მოკლედ 5 ლარი დაგვრჩა და ავტოს უნდა ვყიდოთ ქუდი რა. აგა ქუდები 5 ლარი. ქუდები 5 ლარი, ეს გადაიღე. აი ხედი რა კლასნია ესენი დაევალება კლასიკური და დახვეწილი ჩაცმულობა და რაღაცა და აი ეს მაშინ ლამაზია. ეხლა ვხარჯავთ ჩვენი ფულიდან ბოლო 5 ლარს. ავთო. მადლობა. გამარჯობა. პატარა ტომატ პასტები. აი, 2 ლარი. ზო, ეგა, ხო, კმაყოფილი ხარ, ჩემი ვაჭრობით? იმედია, მეც კმაყოფილი ვიქნები, რასაც მოამზადე. აუცილებლად. კაი, წავედით ხალხო, კმაყოფილები ხართ, მარუსა ჩვენ ხო უფრო კმაყოფილები ვართ. კი, ოჯახი. მე ეგრე არ ვფიქრობ. კი, აბა, ჩაგდე. წავი. ბრავო! გიო, რა მოგიტანე? იცი რა მაინტერესებს, ცოტა ხوار წაამატეთ ფული მან. 30 ლარის ყავა. ეგრე ვიცოდი რომ ეგრე იფიქრებდით, მაგრამ ნუ ჩემი გამს. გაჩუქეს რამე? კი, ყველაფერი. საინტერესოა რა შეიძინეთ და თან დავათვალიერებ ჩვენ ინგრედიენტებს. ჯერ საჩუქრებს გაჩვენეთ რა. ეს არის ავტოს საჩუქარი ხურდაში. მართლა? ვაუ. ბრავო, მე ვიფიქრებ ავტოს საჩუქარი. ეს რაკი როგორ? ჭაჭა. რა ეგ ჭაჭა თქვენ. რაში ვარ, რა ხარ შეიძლება ქუდზუსტად ჩემთან ჭაჭას. ესე კი, ეს არის ზესუნზირა გამოგვატანებს ძალიან რუსავი ორისთვის. წვანილი, სხვადასხვანაირი, ყლაპი, პომიდორი, ხორცი, ყველი. ყველი გვაჩუქეს. აქ არის ნიორი, დაფნა, ხახვი. და ციცაკა, საფუარი, და სუნელები, ტომატ პასტა, ჩურჩხელა, დესერტის ხორცთვის, ჭადისქვილი, სიმინდის ფილი გვაქვს. აგი შენი 50 თეთრიანი ბიჭო. კარგი, რას ამზადებთ ამით ყველაფერს? სადილად ოსტრი, ჭიშტართან ერთად, დესერტად გვექნება ქართული ჩურჩხელები. კაი ოსტრი კაია. ხლაპით მით უმეტეს. გიორგის დავსახურებით ბიჭო მთელი ბაზარი იჩუქა, რავი, არ ვიცი. აბა, მწვანე გუნდი რას ვჩუქნით? მაოქნისები, ხართ მწვანე გუნდი. ამოვალაგოთ. ესე იგი, ბადრიჯანი, პამიდორი, ტომატ პასტა, ცხვრის ხორცია. ხო. და რას გამიკეთებ? ჩანახს. ეს მუსკატის კაკალი, 1 ცალი. არა, მე ბევრია უფრო. შაშკულა. ეს 2 ცალი. ხო, თუ რა თქვენი უფრო მომწონს, იმათ კი უფრო მეტია, მაგრამ თქვენი ინგრედიენტები უფრო ხო, საინტერესოა. იმათ რაც გასასაღებელი ქონდათ აჩუქეს რა და. ჭადი უნდა გამოვაცხოთ ტარხუნით. ჩვენ 50 თეთრი დაგვრჩა კიდე. იმათაც. აი ჩვენ. ნიორი, რეჰანი, შაშყლავი და ქინძ. და ჭადის და ყველაზე ეფექტური ლინაადგა ჩვენ თან ის როგორ დაემთხვა არ ვიცი, რომ ეს პატარა საფურეები გიკეთიათ, მაგრამ ჩვენ მოგიტანეთ. ეს რა 50 ლარში მოგივიდათ? მართლა? 50 ლარში მოგივიდათ და მოიცა ერთ წამი. ეს რა არის? აუ, არ ჯერა. აუ, ცხვრის ხორცი, ამდენი ბოსტეული, 2 წყვილი საყურე. და მართლა 2 წელი საყურე იყიდე 30 ლარა. თან რა ლამაზია მართლა. ნახეთ. ძალიან გიხდება სხვათა. აღფრთოვანებული. შეფავთოს 2.5-იან ქუდს ჯობია. მე უკეთესი გეყიდათ. მართალია. დედა რა ლამაზებია, ძალიან დიდი მადლობა ხალხო. აღფრთოვანებულია საქმე. პრობლემა. რაც ორი ძალიან მოეწონა საჩუქარიც და პროდუქტებიც. ინგრედიენტები უკვე გაქვთ. ახლა დრო აირჩიოთ შეფი და გადაინაწილოთ საქმე. რისთვისაც გექნება ზუსტად 5 წუთი.
თქვენი 5 წუთი ჩაირთო. ეს ჩვენ შეფად მე მგონი გაგა რო ავირჩიოთ ძალიან კარგი იდეა იქნება, იმიტომ რომ გაგა ჯერ შეფი არ ყოფილა. ხო თანახმახარ? თანახმახარ. რადგანაც ოჯახური კერძია, ვერ უწევს ოჯახობას გაუწევს და მე მზად ვარ პირველად ამ შოუში ვიყო შეფი, ოღონდ დღეს გაგა არ იქნება ისეთი გაგა, როგორიც არის. ამიტომ დღეს ცოტა სიმკაცრე შემოვა. თქვენ ჭუყვაზე აქ ვერ იბლაცუნებ. მე მინდა შეფობა. მინდა შეფობა. მიშა შეფი არ გვინდა. გადაცემაზე მე მინდა შეფობა, მე მინდა. არა, მე უნდა ვიყო შეფი. კი მოგაგებინეთ. მაშინ კაი. ხეს არის მე მგონია რომ მარიტა კარგად მეც ფიქრობაზე. უნდა მიეცეს შანსი. რატომაც არა. გიორგისთვის მაქვს მე ესეთი პატარა სიურპრიზი მეგობრებო. მოკლედ ეხლა მე შენ სამ შეკითხვას არ მინდა შენი საჩუქარი, არ გაგისწავ, მისმინე. ამ სამი შეკითხვიდან ერთზე თუ მიპასუხებ სწორად, აქ არის საჩუქარი, რომელიც შენ ყველაზე მეტად გჭირდება. მზად ხარ? ჩაარტყი ხელი. ხო მაგარი მზარეული ხარ? არა. კაი, პირველი შეკითხვა, გიორგი. რომელი კუთხის საჭმელია ქართული კერძია ბორანო? აჭარული. ოჩა. პიცა იტალიის რომელ ქალაქში დაიბადა? ნეაპოლი. აი ბიჭი ხარ. და მესამე შეკითხვა. თურქულ სამზარეულოში ქართულად რო სუპს ეძახით, მაჰკერც თუ იცი რა ქვია? ჩოლვა? ხო. კაი, შენ ღირსეულად დაიმსახურე საჩუქარი, რომელიც გახსენე ახლა ყველაზე მეტად გჭირდება და ეს აქ დაიდგი, შენგან და ელენესგან საჩუქრად და მუდმივად უყურე დროს. იმიტომ რომ იმ დიდ საათზე შენ დროს ვერ ხედავ, ჩემო ძმაო. და ამიტომ ეს საჩუქარი ჩემგან და გამოგადგება სამსახურში. ეხა ჩვენი საფირმო? მწვა? ნე! თქვენი 5 წუთი ამოიწურა. ახლა კი გაქვთ ზუსტად 1 საათი, რომ მოამზადოთ ოჯახური სადილი, რომელიც იქნება ნოყიერი, მრავალფეროვანი და გემრიელი რაც თავარი. და თქვენი 1 საათი ჩაირთო. ჩაირთო დრო მომენტ გავრეცხო. ყველაფერი სათითაოდ გამირეცხე, აი და მე იმას ვიზამ. და მოგიტან დაფიქრე. იდეალურად ვივაჭრეთ, ჩვენზე კარგად ალბათ თეთრილიში ვერავინ ვერ ვაჭრობს. იმიტომ რომ გიორგი გამოცდილია ვაჭრობაში და კინკლაობაში. არა, იმიტომ რომ გიორგის კეთილი სახე ყველგან ჭრის. საქონლის ხორცი არის, რბილი, რასაც გამოვიყენებთ ოსტში. აუ იქ თუ არ მივედით მარტო ვერაფერს ვერ გააკეთებს. დღეს ჩემი მიზანია რომ გავაკონტროლო გიორგი და გიორგისთან დავაყენე კიდევ უფრო მდუნე ქალბატონი ნინა, რომელსაც ფეხზე ძინავს. გიო, ამათ მე გადაჭრი ხო კიდე? არა. არა, რა გასაკვირია რომ ერთხელ გაუკეთებია თუ ორჯერ. ხალხო, გაგა მოდის, იწყებს უაზრო შენიშვნებს. ჯან, მე მოგიტან მითხარი. ეგეთი უსაქმური ხარ? არა, არ ვარ უსაქმური, ბოსი ვარ და მე არ მინდა რომ შენ თავარ საქმეზე რომ დაგაყენე. განდე, აი ტატყანებს მიშლის ნერვებს. აი ყოჩა. ხეს ნუ გააყოლებ თილად დაჭერი. როზე თუ არიცო დაგაგვიაზრდა. ხო, მე ვარ, ხო იცით ბოსი დღეს და შეხარ შეფი? კი. იმიტომ რომ დღეს უნდა გავაკონტროლო, თქვა გზა არ გამა. გაგას ხმა ესმის ყველა მხრიდან გიორგის ლანძღავს, მაგრამ არ ვახცევ ყურადღებას, ჩემთვის შვიდათ იქ ჭვიშტარს ვაზავებ და ვაკეთებ. ჭვიშტარის ჩემეული რაღაც, ჩვენეული რაღაც ვერსია იქნება. კარგად დაუბრაწო? არ დაბრაწო მოხალე. გიო, რამდენ ხანში გექნება რომ ჩავყაროთ ნინჯაში? ხორცი? ხო. 10 წუთი მაქსიმუმ. რამდენი? 10 წუთი? 5-ში უნდა ქნა, 10 ბევრია. აუნა მომყალან დღეს ნერვიულობით რა. გაგა მოვა გამიშინჯავს, კაია, წავა ისო გიორგის ეჭუბება იქ, ვერ მიხდი რაზე ეჭუბება. შენ საქმე არა, გაგა? არა, როგორ არა მაქვს, მაგრამ დროში იმდენჯერ გაგეპარა რომ არ მინდა დღეს ჩემი ბოსობა რომ დღეს გაგეპაროს. გიორგი ყავს დატრეული ყურით და იქით აკეთე. უყვირის უწივის, კარგი, სულ მესმის გიორგი გაისწია. არ მინდა რომ დღეს დადუმ გაჯობოს რა. ჩვენ ხო დავმეგობრდით ეს კვირა. ბიჭო, წვანე გუნდს ებრძოლე. წვანე გუნდს არა, მე მინდა რომ დღეს შენ გამორჩეული იყო ჩემი შეფობის დროს. გადავწყვიტეთ რომ დღეს ვამზადებთ ჩანახს. პირველ რიგში დავიწყე ხორცის დამუშავება, იმიტომ რომ ყველაზე მეტი დრო ჭირდება და დავჭრი, გავამზადებ და დავადგა ნინჯას სწრაფი მომზადების ქვაბში, რომ სწრაფად მომიზადეს ჩემი ხორცი. მინდა რომ მოვამზადო კეცზე, ჭადი, ტარხუნით. ამდენი ხანია ვიძახი რომ მეთქი ჩემი ჭადი გამომაცხობინეთ კეცზე თქო, ტრადიციულად ვაკეთებ. ჩემი ჭადი კეცზე უნდა იყოს უფაფუ კეცი და უკარგესი რა. ვიყენებ ფრეკენბოკის გამოსაცხობ ქაღალდს. ეს უნდა დავაფინო კეცზე, შლომო სოუს აკეთებს. ეს არის ტარხუნა, კინზი, მარილი და დღეს მე არ ვიცი როგორ მე გავაკეთე ეს საჭმელი, იმიტომ რომ დედა არის აქა.
და მე არ ვიცი როგორ მე ვფიქრებ, რას აკეთებ და რა არ ვაკეთებ და ჩემი ტვინი არ არის აქა. ერორ 404 ერორ მაქვს ტვინში. მე ძალიან მიყვარს კენტ ბორინგელი ზეთი, რომელიც ძალიან უხდება ამ соуსი. შლომ მოაკეთებს соус, ჩანახს ეს соуსი არ უნდა მოუხდეს, თუმცა მარიტა შეფი და მარიტამ უნდა გადაწყვიტოს ეს соуსი გავაცვლოს ჟიურისთან. ეხლა ჩანახის ხორცი გადამაქვს ნინჯაში. თეა მეუბნება რომ დავაბლენდერო პომიდორი. შენის ბლენდერი აიღე, პომიდორს ამოაჭერი გული და მთლიანად კანიანად დააბლენდერე. ვეკითხები, თეა მეთქი ქაშადო აქციო აბსოლუტურად. პროსტა დავაბლენდერო, იმენა ქაშადო აქციო, ხო? ხო, ქაში. კიო. რას აკეთებ? ერთობი? აი ხა რომ მოგიყო რომ წვადს გიწვავთ რა დაიჯერებ, პომიდორს ვაბლენდერ. და რას უნდა გააკეთო მაგ დაბლენდერზე? მიშო, მაგდენი არ უნდა. ნუ მე და კეთი რაღაც სასიამოვნო საუბრობ და ამ დროს მოდის მარუსა პანიკით რომ ესო რას აკეთებო. უბრალოდ ესე არ უნდა დაებლენდერებინა, ვუთხარი, ერთხელ დააჭირე. აი ეს რა პონტია იცი, რო ეტყო გოგო სადმე რომ დაპატიჟებ და მეგობარი რომ მოყავს, აი რა უნდა. ვიწყებ ხორცის დაბეჭდას, ზეთს კარაქს არაფერს არ ვიყენებ, იმიტომ რომ მაღალ ცეცხლზე უნდა შევწვა, ხორცი თავისით მოძრეს და თან ცოტა უნდა ჩავდე, რომ არ ჩაიხარშოს. ძალიან პატარა ნაჭრები არის. ეხა პლუს იმაში მოვა. მე კიდე ჩავშურშებ დაიშლება და იქნება ჩალა. ბიჭო არ იყო, მოიცა გიორგი ხორცი კიდე აღარ გვაქვს, თუ ეს იყო? კი, ეგ იყო. რა დამუშავდა? ხო, ბოდიში არ მომივიდა მეტი ბაზარში. არა, ხო, რატო წერვობ, კაცო? აი ეს მე მიყვება იქ შეფებთან გადიხარ და გამოდის რაღაცა საშინელება. მიდი რა მიხედე საქმე ძალიან ისა ცარილი ტაქსივი დადიხარ რა. ვცდილობს რომ ყველანაირად გამომიყვანოს მდგომარეობიდან. მაგარა მიხედე საქმეს რა და ბიჭო რატომ მეუბნები სულ მიხედე? ბიჭო ყოველ ორ წუთში მოდიხარ რაღაც შენიშვნას მაძლევ. იმიტომ რომ 10 ტურია უკვე. რო არ ვიცი მე რას აკეთებ, რას ბაცი ბუწო არ ვიცი. გაგა გეხოს დახმარება სჭირდება. დავისტრესეთ ყველა აბსოლუტურად. ეს ნინა მაგარი აფერისტია მგონი. იაკამოს ძალიან გებრიელი დედას თუცა. ის რა არის? ტვაზის ფათოლი. ტოუმის ფათოლი არის გამზადებული, ვიცოდი? კი. ძალიან მნიშვნელოვანია, ვერ შეულობს ადამიანი ეს ნორმალურ ერთი წელი ხარისხს. გამატანეთ, რა უნდა სინჯო რა. ნინჯას სახარს ქვაბში უყრით ხორცს, რომ მოესროს და იყოს გემრიელი ჩვენი კერძი. ეხლა მე რეხანს დავჭრი, მისმინე, ეს დავტოვოთ ხო ცოტა. არა, ფოთლები მოვაწყვეტენ, ფოთლები დააცალე. მოგლეთ დავიწყე ჩემი ჭადის მოზელა, რომელიც უნდა იყოს აფუკი, ბილი, ჭირდება ბევრი მოზელა. გაგა, მეორე დატოვე უკვე. ის ხო იცი რომ ხელბლოა და შენ რა გაგჭირს რა, მის დედა რა. დადი, მაშინ მიეხმარე და აქაურობას მივხედავ. დამიწავ ეგრე მზესუზირას, მიდი. გიორგი რამე ხო არ გინდა? ხო ყველაფერი კარგად არის. დიდი ჯამი მინდა გაგა. დიდი ჯამი გინდა? ღირსი ხარ, იცი რაღაც მომში არც კი მეწოდების ჩვენში როდელი. ეხლა გიორგის კი ახადავები, მაგრამ მე ხელი მეშლება. საქმეს რომ მიხედო ჯო. შენ სულ გეშლება ხელი გინდა. დადუ. ეს ესე უსაქმურად რატო დადის ვერ ხვდები. ეს ახლა ძალიან ცუდი რაღაცა, ამას იმიტომ ამბობ რომ ვინცობის არის რომ აუთსაიდერებში ისე ვიდგე რომ მე მომიყენონ და მე ბოსიო, იმიტომ ბოსობა ცუდად გაგდაცდე. ჩემთან არ გაგივა ეს ისი რატომ აქ დაცილი ცუდა. ამით გაყარეთ ჰელი გუნდი და ჩემთან არ გამოვა ეგ ამბავი. ჰელი გუნდი. შენ რა გინდა მე რო შენ დავწავიდე ერთი წამი. ერთი წამი მე რო შენ დავწავიდე, შენ რა იქნება აქ ვიდაუცა. შენ დაწვიდეთ ერთმანეთის დაწვიდეთ. ის ხალხი ვის წავიდა ეხლა შენ მოდი მანდი ჩავ. შენ რა გააკეთე? ყველაფერი გავაკეთე. გაგა, გიორგი რა ხდება? საბოლოოდ გაგა მოახერხა ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა. მთელი გუნდი ვარ დასტრესილი. გიორგის გონია როგორც გაუშვა ყვითელი გუნდი და მთელი გუნდი რო ეგრე გამიშვებს მე ფეხებს ვერ მომჭამს ძირში ბოდიში ამ სიტყვაზე. გიორგი აი აქ კიდი ხარ. სანსარებს ატეხილია რა. და მე თუ წავალ ღირსეულად წავალ და ესი არ ვიდგები აი ესე რო დგეს ხოლმე აუთსაიდერებში და იმ მომენტში მეწოდება ხოლმე და მე ტიპი რა ნაგალია პროსტა. სამი მოზილე ნახევრამდე. ახლა კი ვამატებ ჭვიშტარში მოხალული მზესუმზირის მარცვალს და რეჰანს, რაც ძალიან გემრიელ და არომატულ გემოს მიცემს. ვაკეთებ საქმეს დაძაბული, იმიტომ რომ გაგა ვცდილობს რომ ყველანაირად მომცეს რაღაც უაზრო შენიშვნები. ბოსი მოდის, ნახოთ რა დურას აკეთებს. რას აკეთებს? კარგად არის ყველაფერი. კი, ძალიან კარგად. წარმოდი ახლა იმ ყბეთთან მოლაქლახესთან წავიდეთ. ნინა, ეს არის 7 წუთზე. შეგიძლიათ თუ გინდა შეიძლება დამატება ეხლა. დროის, კი. 5 წუთი დავამატოთ მაშინ კიდე. ის რატოა ცარიელი პირველი დაფა?
ყველაფერი გააკეთეთ მოდი. არა, იმიტომ რომ ყველაფერი გავაკეთე, ვიმუშავე შენზე 90% მეტი გავაკეთე და გადავწყვიტე. ამას მეტი არ დაჭირდება, ხალხთან ერთად მოვიყვან და ავასრულებ და მე უნდა იხარშოს კიდევაც. გიორგი შინაგანი ეგოა, ქეთის, ავთოს, გაგას, პროდიუსერებს, მენეჯერებს ყველას შეეწინააღმდეგოს. ადამიანს აქვს სულ აი რა აქვს ჩართული, იცი კიბეებზე რო შემოდის რუსთავიაში მე. ესე არავინ აღარ ჭყულობდა, ამას რა ჭყულობს ვერ მივხვდი. ეგეთი ადამიანები ყველანაირად როგორ ასრულებს. არავინ აღარ ჭყულობდა, შენ რა გაჭყულებს? შენ განახილ დღის ბოლოს ჭკუს რა გააკეთე რომ გავსინჯავ იმის მიხედვით. დღეს ბოსი ვარ, ხო ამირჩიეთ ბოსად ახლა იგემეთ ბოსობა. ჩემი აზრით გიორგი რო აღარ ჭყულობს, გაგა მთელ შოუების ამბავს იღებს ახლა ერთიანად. ამასობაში დავაგემოვნოთ ტკბილი ქვეყნის ტკბილეული. ტკბილია, ტკბილი ქვეყანა. ნახე, მე ფიქრობ არ არის კარგი. გამოსიდემეთ. ძალიან მარილიანია და რაღაცა მწარე გემო გაკრავს. მე ფიქრობ არ არის გემრიელი და არ ვიცი რა ვქნა. იმიტომ რომ აქ უნდა მეტი დარხუნა და არ გვაქვს მეტი, იმიტომ რომ 30 ლარი. შლომა соуსი არ გამოვიდა. და მეთქი კაი, დღეს ჩემი соуსი არ იქნება. შლომა соуს არ გავიტანთ. მართალია, ამ პროდუქტების გამოყენება დღეს არ შეგვიძლია კერძიდან გამომდინარე, მაგრამ მე მგონი მირთმევა შეგვიძლია, ასე რომ Buonasera. კარგად გავახურე ღუმელი, კარგად გავახურე კეცი და შავა კარი ეს ჩემი მჭადი. ასევე ტაფაზე ვაკეთებთ ზეთიან მჭადებს. დავიწყეთ ჩანახის მომზადება. ხახვი დაკარამელიზირდა უკვე და დავამატე ტომატ პასტა. ეხლა ტომატ პასტასთან ერთად მოვამზადებ. დავამატე პომიდორს, რომელიც მიშამ ზედმეტად დამიბლენდერა და ესეთი ფაფა არ მჭირდებოდა. მიშა! მოდი აქ. რა ხდება? შენ პომიდორის მუსი გითხრეს თუ უბრალოდ ერთხელ დააჭირეო და ისე დააბლენდე? არა, ერთხელ დააჭირო, არავის არ ვთქვი. მეთქი იმენა ხაშად ვაქციოს, ხო და კეიო. ვინ გითხრა ეგ? გითხრა? არა. კამერებზე ყველაფერი ამოვაგდეთ. არა და არ მიყვავს. შენ არ ჩაგიშვა მაპატე. მაპატე რა. მაპატე რო თავინა ვთქვი, მე მგონა მარუსები. რა გითხარი მე? დააბლენდერეო. დააბლენდერეო, მე არ უნდა დაგებლენდერებინა? კი, რა ვიხი. რაღაცებს მაბრალებთ მე? ეგ მითხარით ხალხო რომ პომიდორს გადააქციე ქაშად. პროსტა დავაბლენდერო, იმენა ქაშად ვაქციო, ხო? ხო, ყველაფერი ჩაწერილია, ყველაფერი კარგად ჩანს. ამ ფაფით უნდა მოვამზადო соуსი. სხვა გზა არ მაქვს. მეტი პომიდორი არაა. ეხლა გავხსნით ნინჯას ხვაფს და ვნახავთ ჩვენს ხორცს, რომელიც წვრილად არის დაჭრილი ოსტრისთვის, ეს კადრი არ გაუშვა. ხორცს მე დავჭერი, მაგრამ წვრილად დავჭერი, იმიტომ რომ მოსწრებული იყო რა. ხედავთ რა საკეთებ და ხელით იღებ და ცხელ 360 გრადუსზე გაცხარებულ ქვაბს. ცხელი იყო თუ არა? კი, როგორ არა. ცხელ ქვაბს, ჩემი აზრით, გიორგიმ გამოცდილმა შეფმა და მზარეულმა ხელი არ უნდა მოკიდოს. ეგ შემეშლებოდა, ეხლა მე. ეგ წყალი არ გადაღვარო, ხო იცი? გადაიღეთ. რა ხდება? წაიქცა, რა სიზავდა? წაგებცა? დაუვარდა ეხლა, რა თქმა უნდა, უცხელესი იყო. ბულიონის 50% მექცევა მაგიდაზე. გადმოიყარა ხორცი, დაიყვარა ბულიონი. ეს არის. აი ხელბლუ შეიძლება იყოს მზარეული ხალხო, ხელბლუ შეიძლება იყოს მზარეული. ჩემი იმენა და მეწოდება უკვე სტრიჩი ჩემი. მზარეული შესაძლოა რომ ხელბლუ იყოს? კი. მართლა? მზარეული არა, პროსტა ხელბლუ შეიძლება იყოს და იმრალებდეს რომ მზარეული. ეგეთი რო გყავს იცი? ეს რა? გიორგი ქვაბი აი ესე ნინჯადან ამოიღო და თხაბ. გაგა იწყებს დაცინვას. გიორგი ხორცი მომზადდა? კი, ხორცი არის მზად. ხალხთან ერთად ჩავყარე ხორცი, მოვთქშავ, ჩავამატებ ცოტა პომიდორს, პომიდორი რო ცოტა ჩაითუშება, ჩავამატებ ტომატს, წყალში გახსნილს და ცოტაოდენი დრო იქნება ჩვენი ოსტრის დასასრულებლად. და მეც არ ვკეთე ბიჭო. ოსტრია. ხო, მაგრამ ესეც მე ვარ. არა, ესეც მე ვარ. ნუ აღარ მინდა რა. არ ჩავუშვა, არაფერი არ მინდა. ორი გამოვა შეიძლება სულ. არ გინდა ხა პომიდორზე ნუ მებაზრები. გამატასა უქენი. პომიდორი იმაზე მეტი აქვს, ვიდრე უნდა იყოს ჩვენს კერჩში. პომიდორი სულ უქენით ხო? აღარ გინდა რა, არაფერს არ შესვლის რა ეს რა. პომიდორი უნდა ვიდრე. დადუ, რატომ მიდიხარ ფარხმარ დაყრელი? მოდი აქ ეხლა. აუ, გაგა, გეხვეწები რა.
ესე მეხვეწები გიორგი მე-6-ე გადაცემაა და რაღაცაზე სინდის ნამოსი უნდა გეყოს ადამიანს. რა ესე დგას 2 საათია და არაფერს არ აკეთებს. ენა როგორ გიბრუნდება ბიჭო ყველაფერი მე გავაკეთე მოვიტანე მაინც. რასაც გახარ იმასაც ვერ აკეთებ რა. ბულიონი არ გვაქვს იმდენი რომ ოსტრი იყოს ოსტრი. ამიტომ ვამატებ წყალს. პომიდორი გაუშვებს სიდაც წყალს. ძალიან ჩუბუცნობას გავიცემ თუ რას ეკეთებ ვერ ხვდები ცნობას ანუ ბიჭო პომიდორის გემო ხო არ ექნებოდა ტომატის და წყალი ხომ დავამატო გაოგნდი რა თქმა უნდა მე და გიორგის ისე პატარა რაღაც უთანხმოება გვაქვს რა თქმა უნდა მაგდენი წყალი ოსტრის და ხო მაგრამ პომიდორის გემო ექნება ძალიან გავიგე და თუ რაღაცა შევასქერე რაღაცა ო ბიჭო აი რიჩია კაი აი რაღაცა რო არ მითხრა იმენა ყველა გადაცემა არა მარტო რითა პირებს რითა პირებს კაი ბაზარია ჩადის იროიცოდე თუ რაღაცა მითქი რა ეხლა არ გაუკეთო დაიცადეთ თავზეც უკეთე თავზე გაუკეთე არა რო ჩავ მე მოდი ჯერ გემო გავსინჯო და მე რამდენიც ჩააყარეს რა ვირი რო გაჯიქდება ხო იცით აი ვირი რო აი გაშეშთება და ტვერც წინიდან მიუდგები აი ეგეთი ტიპია გიორგი რა ანუ გიორგი შენი რა მიდის ჩააყრევინე პროსტა მართლა რა ჩაყარე ხო ძალიან ბევრი წყალი აქვს შეთავს აი ძალიან ბევრი და ცოტა უნდა ადუღდეს ცოტა დაიშლოს დადუ და ეს არ არის ოსტრის კონსისტენცია ეს არის სუპი ხო არ არის მაგრამ შევასქელე კაი მიდი შეასქელე აი პროსტა როგორ შეასქელებ მანახე და ბაზარია ოსტრიდან ვიღებ წვენს, იმიტომ რომ ჭადის ფქვილით გავასქელო მასა და გავხადო ისეთი კონსისტენცია, როგორიც უნდა იყოს ოსტრში. გაგამოვიდა და მე უნდა გენახათ გიორგი რა დღეში ჩააგდო კაროჩე. ოი მე ჩორბა დღეს რომ მკითხე, ჩორბა გავუკეთებია თურქული ჩორბა. რომი და ჯერი არიან დღეს, გაგა არის ტომი და გიორგი არის ჯერი. ჩორბა რა კარგია. გაგა, ეხლა შენი მხრიდან. ეხლა მხრიდან ეს არ არის ოსტრი. აუ გაჩუმდი, ბიჭო, ნინა მოდი აქ. ეს რა არის? ხალხო გაჩუმდი კი არა, მართლა დაგარქალ ხალხში და ნახავ. ნინჯაში ვამატებ უკვე ჩემს соуს მომზადებულს. გონი ძალიან კარგი გამოდის. ისეთი გემრიელია, მთავარია ხორცმა მოასწროს დასრულება. საოცარი გემო აქვს, საოცარი არომატები და საოცარი ფერებია. აუ ძალიან მიხარია. შენ რატო დარბი ხარ წინ დაუკა? იმიტომ რომ ჭაძეც ვარ და ამაზეც ვარ, რაშია პრობლემა? რომელი გამოვიდა, რომელიმე გააკეთა? ნინა საერთოდ აკეთებს ყველაფერს საუკეთესო. ძალიან კარგად იცის გამოსდის, ძალიან კარგად აკეთებს წვანილებს. შეფი მე ვარ მთავარი თუ შენ? მე ვარ და გეკითხების რატო დარბი ხარ, ხანიკ ხარ, ხანაკ ხარ, ხანიკ და იმიტომ რომ შენ არა კონტროლებ ამ ყველაფერს. მე ხო დაქტოვე შენ. და გახარ და ცანცარი მთელი გადაცემა. აუ ჩემი იმენა რა. შენ არავინ არ გესაუბრებო. თქვენ ეთყობა ნამდვილი შეფი არასოდეს არ ყოლიათ თორე ესე ვერ ბოდიალებდით 5 გადაცემა დარბი ხარ. მოდი აქა, მოდი. არ არის ეხა ეს ოსტრის კონსისტენცია. სკელი არის, როცა თეთრი უფრო წითელი შეგეძლო. უფრო წითელი კვერცხია ბიჭო, რა გინდა, მშვენიერი ფერია. ჩორბა, აი რაღაც ჯანდაბად თქვი დღეს ჩორბა ახსენე რაღაც მე აი ჩაიდო ისე და აკეთებ ოსტრის ნაცვლად ჩორბას. სიცხარე. ძალიან კაი. ნუ შესქელდა ოსტრი, სინჯავ და ძალიან მომწონს. აუ ძალიან კაი. არა, მართლა კაი ხო, კაი, გოდიში. დარჩენილია წუთი და 25 წამი. წუთი და 12 წამი. წუთი და 9 წამი. ხალხო, ცხარ ამოიღეთ 1 წუთი და 8 წამი. წუთი და 7 წამი. გაგა, წუთი და 5 წამი. გეხვეწები, ხო რა. წუთი და 3. წუთი და 2. გიორგი, რატო ხარ მანდ, ბიჭო? სტრაფად ეხა დროზე. 1 წამი მიმიშვეს მოვაყარეთ. გიორგი, არ არის. მოყარე. 26 გიორგი მარიცის 10-ის ფარგლებშიც, მაგრამ 23, 22, 19, 18, 13, 12, 11, 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1. საინტერესოა რა მოამზადეთ და რომელი გუნდი გაიმარჯვებს დღეს. და პირველი ვის სადილსაც დავაგემოვნებთ არის მწვანე გუნდი. აბა წარმატებები ნელა. ეს არის ჩანახი ცხრის ხორცით, ბოსტნეულით და არის მჭადები ტარხუნით და არის ჩვეულებრივი მჭადები ზეთში გამომწვარი. ჯერჯერობით აჯაბსანდალი გემო აქვს. გემრიელი აჯაბსანდალია ჯერჯერობით. 10 წამს გაძლევთ რომ გადაიფიქროთ კერძის დასახელება. შეიძლება დაარქვა აჯაბსანდალი. არ გჭირდება 10 წამს. всё. აჯაბსანდალი ცხრის ხორცით. აი, უკეთესია. დიახ. მარტივი ადამიანები ვარ. მართლა გემრიელი აჯაბსანდალი.
გემრიელი აჯაბსანდალი. აჯაბჩანახი. რასაც გიწუნებთ არის ეს ძვლიანი ნაწილები რა მესმის რომ ძვალი თავის ბულიონს ამდიდრებს მაგრამ როცა სერვირებას ახდენთ აი ხა რა ვქნა როგორ ვჭამო მითხარით ძვალია მარტო რა და გაყოლილი აქვს რაღაც ხორცის ნაწილები აჰა ვაიმე ცოტა უჭირს ცოტა რა კარგად უჭირს რაღაც ხორცის არჩევა არ გცოდნიათ ბაზარში არ იღეჭება. არ იღეჭება, ხო? ჩემი აზრით მაგათი ხორცი არის უმი, ის კი არა რომ მარტო ძვალია. უმიც არის ხალხნოდ. სულ 30 ლარი რო გაქვს. არაჩვეულებრივ აჯაბსანდალს რო ვაკეთებ. რაღაც გინდა ხორცს რო ყიდულობ კიდე და აკლებ რაღაცას პროდუქტს. სხვა რაღაცა გეყიდა. აი რა მოგონება არის ახლა მაინდა-მაინც დაჩემებით ისეთი ხორცის ყიდვა, რომელიც ძირითადად ძვალი არის. ხო და ნუ მარტო ძვალს უჩადებ ნინჯაში, ნამდვილად ვერ მოგიმზადდება. მაგრამ გამოვიდა? აი, ძალიან გემრიელია. ყველი საყრია. ჩემი მჭადი იმსახურებს სასწაულ კომენტარებს, აპლოდისმენტს. აჯაბსანდალად ძალიან გემრიელი. ძალიან. ეს არის ჩანახი, ეს არის აჯაბსანდალი? ვითხორცი. მოკლედ ახლა თუ არ იცით, მოგიყვებით. ჩანახის იდეა არის რომ ბატკნის დუმით გაკეთდეს, ეს ბოსტნეული იმაში ჩაიშუშოს და ეს იყოს პირში ჩაი და პროდნებოდეს. ეს არ არის ჩანახი, ეს არის არაჩვეულებრივი აჯაბსანდალი და სულ არ ჭირდება ცოტა უმაც დარჩენილი ხვარი. ჩანახი არ კეთდება 1 საათში, მეორე ის რომ ჩანახი არ კეთდება იმ თანმიმდევრობით და იმ ტექნოლოგიით, როგორც მათ გააკეთეს. ეს რო იყოს აჯაბსანდალი, ძალიან დიდ ქულას დაგიწერდით, თავის ჭადით, ოღონდ ერთი სახის ჭადით და აი ამ დანარჩენი რაღაცების მაგალითად ყველიც დებულიყო აი ეს. ესეც მაწყობს. აი გუდის ყველი. ჩემ პომიდორზე ჩხუბს, ჩემო თანაგუნდელებო, ჩემო საყვარლებო, გერჩუნოთ რა ვიცი, ჩანახი დაგვეგუგლა და მოგვეძებდა რა არის, როგორ გამოიყურება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩანახი, თქვენ მოამზადეთ. სამწუხაროდ ძალიან გემრიელი აჯაბსანდალი. მაგრამ როდესაც იძახით, რომ ჩანახს აკეთებთ და ამ დროს მოგაქვთ აჯაბსანდალი, ეს არის უდიდესი შეცდომა. ხორცი ამოვაკლოთ, კარტოფილი დავამატოთ, აჯაბსანდალია. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენ ადგილებს. რეკლამის შემდეგ ნახავთ. ადამხუპო ქეცი. ძალიან ინტენსიურია. სხვადასხვა ადგილებში გიწყავს. აუ, ცუდად არის ჩვენი საქმე. რა აურზაურიც ჰქონდათ გუნდში, ისეთივე აურზაურიანია კერძი. და ბოლოს ყვითელი გუნდი თქვენი სადილი მაგიდასთან თუ შეიძლება. მოვიდა ჩემი ბოსობის დრო. ოჯახური კერძი იყო და მანდეს ძლივს ბოსობა. ეს არის ქართულ ტრადიციულად დამზადებული ოსტრი, ბებოს ჩურჩხელა და ყლაპი. ოსტრი აქვს ყლაპით. ოსტრის ფერი ამას არ აქვს. და ჭვიშტარი დადოს რეცეპტით. ადამხუპო ქეთი. აი მე თქვით ცუდად ვარ. მატყაპი მიაყოლე რა. აუ, ცუდად არის ჩვენი საქმე მე მგონი. არა, ხორცთან ერთად მიაყოლე. რუსკიტოლი კიდე დააც. მე რაც მინდა იმას ვიტყვი, კაცო, შენ რაც გინდა ის თუ. რატო ნერვიულობ? გემრიელი იქნება, აი უხდებათ ყველა. გავსინჯო. არა? მოკლედ, ცალკე ოსტრი არ არის დაბალანსებული. ზედმეტობა გემოების და იმას გიშვება რა, რაღაც ვერ ხვდები რა ხდება. ხან ერთი გირტყავს, ხან მეორე და ტყავს რო უკეთებ. ცოტა სიტყვო ამას რაღაცნაირად აბალანსებს და რაღაცა საინტერესო გამოდის. იმდენად ცუდი გემო აქვს მაგათ ოსტროს, რომ ყლაპმა უშველაო შეფკეთი იძახეს. მაგრამ სანამ იმაში ვერ ყვევით ეს ოსტრი ოსტრობს თუ არა, ჭვიშტარი არის ძალიან გემრიელი. გამოყენებულია მზესუმზირა და რეჰანი და ყველი. და ძალიან გემრიელია. ესეც თქვენი სიახლე, რასაც მივესალმები რა თქმა უნდა. ეხლა ამ ოსტს კარგად უნდა ჩაუფიქრდე.
პირველად მაგას განცდა რომ ყველაფერი ზედმეტი აქვს. აი, ყავს თუ არა ყოლებ, ყველაფერი ზედმეტია რა. პომიდორიც რაღაც ზედმეტობაში არის. ყველაფერი ზედმეტია. არ ვფიქრობ, რომ კერძი ესეთი ცუდი იყო. როგორც ოსტრი ostrops, მაგრამ აქა სადაო მისი გემოების შიგნით, რომელიც არაა დაბალანსებული და როდესაც ტყლავს ამატებ, უნდა დაამატოთ იმდენი, რომ გემო შეუთვალოს და არა სიმბოლურად, როგორც ვიზუალში. ესეც ვიზუალში სიმბოლური იყო, არაფრის მთქმელი არ იყო. ერთ კოსე გვეყო მარტო ეგ ტყლავ. ყველაფერი მარილი, სუნელები მესტია, ხა, ყველაფერი მე ინტენსიურია რა, მეტი კი არა, აი ძალიან ინტენსიურია. სხვადასხვა ადგილებში გირტყავს. გემოები იყო ოსტრში აჭრილი, ადგლამუზებული, გაშლილი და რაღაცა ზედმეტი ხონდა, რაღაცა ნაკლები ხონდა. ყავს როგორც ვთქვი, ამ ყავს ოდნავს სიტყვა და სიმჟავე ხო აქვს და აი რაღაცნაირად კრავს და აბალანსებს ამ ოსტრის. ხორცის გემო დამაგლა. ცალკე კი ხორცს ჭამ, მაგრამ ამ წვენში არ იგრძნობა ბულიონის გემო, ხორცის გემო წვენში არ იგრძნობა. ცალკე არის ხორცი, ცალკე არის ცხარე სოუსი პომიდორის. ძალიან წვრილი ნაჭრებია. იმიტომაც ვერ მიიღეთ აი ეს ბულიონის გემო. ყვითლებმა გააკეთეს რაღაც როგორც ყოველთვის ჭუპჭუ ამხელა ნაჭრებით ოსტრი და ზემოდან რაღაცნაირად დაჭრილი ყლაპი. შეჭამ კიდე ამას? არა, არა. ანუ აი შეკვეთის პონჩი, აი რომ მიდიხარ სადაც შეუკვეთა? მეც არა. ჭადი გამახსენდება, ჭვიშტარი გამახსენდება. ოსტრი არა. ოსტრი? მაგრამ ოსტრი. არც გავიხსენებდი. და დესერტი რომელმა მოამზადეთ. მე დავდე. მარინა ბებო. მე დილას ვიდექი და ამოვავლე ჩურჩხელა და ტყლაპიც გავაკეთე. აი, რა საჭირო იყო მაგაში ფულის გადახდა. რა აურზაურიც ჰქონდათ გუნდში, ისეთივე აურზაურიანია კერძი. ისეთივე ქაოტურია, ისეთი გაუგებარია. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენი ადგილით. ჩვენ სულ მალე გავიგებთ, თუ რომელი გუნდი გაიმარჯვებს და ვინ წავა დღეს სახლში. დღეს სამწუხაროდ ვერც ერთმა გუნდმა ვერ გაგვაოცეთ თქვენი კერძებით, თუმცა რადგან ერთ-ერთი გუნდის მომზადებული კერძი უფრო გემრიელი იყო ვიდრე მეორესი, დღეს გაიმარჯვა მწვანე გუნდმა. სახელი რაც ერქვა არ იყო ის რაც ქნეს. რატო გაიმარჯვა მწმანე გუნდმა? თქვენი ჩანახი, ეგრეთ წოდებული ჩანახი სახელს არ ამართლებდა, მაგრამ იყო ძალიან გემრიელი აჯაფსანდალი და მის ყვალობაზე მთლიანად სეტი იწყობოდა ძალიან გემრიელად. ხოლო რაც შეეხება ყვითელ გუნდს, დამარცხებულ გუნდს, ჩვენგან დავასახელებთ ორ აუთსაიდერს. ერთ-ერთი კი წავა სახლში. პირველი აუთსაიდერი არის გიორგი. ტრადიციულად ვდგევარ აუთსაიდერებში. სკამი რო დაუდგარი. ჩამოჯეგი. გიორგის აუთსაიდერებში შეუერთდება გუნდის შეფი გაგა. და აუთსაიდერებში დგებიან ტომი და ჯერი. გიორგი აშკარად გატყობ ამ ბოლო დროს, რომ ჩაერთე და შენ მაქსიმალურს აკეთებ, რომ გუნდურად ითამაშო. თუ. ხო, თუ. რაც ძალიან დასაფასებელია, უბრალოდ მარტივად ფეთქებადი ადამიანი ხარ და მე მგონი სამზარეულოში ცოტა უნდა რაღაცნაირად თავი შეიკავო. რომ ფეთქდები და გიждები, მე ეწყნობა ყველაფერს. ამ დროს მე მგონია, რომ შენ ხარ ერთ-ერთი საუკეთესო. შენი აფეთქების მიზეზი დღეს იყო გაგა. ეს შენთვის არის ახალი ხილი. აი, როდესაც შეფი ხდები, სხვა პასუხისმგებლობაა. შეიძლება გუნდში ქაოსი ქონდეს, მაგრამ ეს ქაოსი შენ უნდა დაალაგო და შენ უნდა მართო. ამ შემთხვევაში შენ ამას ვერ უხელმძღვანელე და პირიქით ქაოსი დაამატე. შენ ამ ემოციებმა სულ არია შენი გუნდი. და დაეთყო კიდევაც კერძს. ემოციებმა მძლია რა. ჩვენ გადავედით და გადავდივართ ეტაპობრივად, უფრო სერიოზულ დონეებზე და ეტაპებზე და ამიტომ ჩვენ უკვე ვერ ხედავთ შენ ამ ეტაპზე და იმ ეტაპების გამო რაც იყავით ჩვენთან, ამისთვის დიდი მადლობა და მე მგონი შენც ბევრი შეიძინე და ჩვენც შენი სახით კარგი მეგობარი შევიძინეთ. ერთ ვიტყვი თუ შეიძლება. სამწუხაროდ გაგა დღეს შენ ტოვებ პროექტს.
მოგწონს. დღესაც გაუმართლა გიორგის, მე სახლში მივდივარ. ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ამდენი ტურიც ვიყავით თქვენთან ერთად. ბევრი კარგი მზარეული გავისტუმრე სახლში. ეხლა მეც წავალ, გიტოვებ შოუს და აბა შენიც. მალე წამოხვალ ჩემსკენ შენ. გეგონეს. კოცნით მადლობა, რომ ვიყავით თქვენთან. გაგა, ნენელა ჩემი მიზნები, რაც ჩაფიქრებული მქონდა, მართლდება. ნახოთ, ვინ იქნება შემდეგი. მოდი აკა, მოდი. ჩემო საყვარელო, ძალიან დიდი ლექცია გახარ და არაჩვეულებრივი ტიპი ხარ. აბა. გაგა! ამასწავლე. მადლობა. ციკლები მოიგებენ. ეხლა წარმოვიდგინეთ გიორგის შეფების ლიგის სპონსორია საკონდიტრო და გასტრონომიული ინგრედიენტების შოურუმი და სუპერმარკეტთა ქსელი ბონასერა. თქვენი გზამკვლევი გემრიელ საქმიანობაში. გადაცემის სპონსორია ნინჯა. ნინჯა, მიიღე მეტი. გადაცემის სპონსორია ტკბილი ქვეყანა. იცხოვრეთ ტკბილად, ტკბილ ქვეყანასთან ერთად. გადაცემის სპონსორია ფრეკენბოკი. შენს ხელშია ყველაზე მნიშვნელოვანი, საიმედო, სათუთი და მზრუნველი. ფრეკენბოკი, ოჯახზე ზრუნვა შენს ხელშია. შეფების ლიგის სპონსორია იაკამოსი, ნამდვილი საფლური გემო. დარჩი 9 მონაწილე, ნელ-ნელა შოუ უფრო იძაბება და გადადის რთულ ეტაპზე. ასე რომ მოგიწოდებთ მეტი ჩართულობისთვის და მეტი კონცენტრირებისთვის. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით მომდენო ხუთშაბათს 23 საათზე 00 წუთზე რუსთავი 2 ეთერში. ნიკუშა ეს ხა თუმად მეუბნება რომ მე ამ ტორტს არ გავჭრიო. ექტორტე უნდა დაიკალას. შენ გაჩუნდი. შეფების ლიგაში ტორტის ტკბილი სურნელი ტრიალებს. ეს ტორტი არ ვარგა. რა უქნები? შეფ ნიკუშა მანაგაძის გემრიელი მასტერკლასი. ნიკუშა ამის გაჭრას გეშინია? არა, შენ არ გაშინებთ? ესა ცუდი ტორტი. არიჭმევ. არა, შეიძლება ჰელოუინზე. მწვანეებში დიდი არეულობა. დღეს პირველად თქვენ გუნდში მოხდა კონფლიქტი. გუნდურ ჩართულობაში შენ იყავი ამოვარდნილი. გუნდებს ტორტი ჩაუვარდათ. დღეს რატო არ გააკეთე არაფერი? ტკბილი ტური ვისთვის აღმოჩნდა მწარე. სამწუხაროდ დღეს საამაყო არც ერთს არ გავ. ხუთშაბათს 23 საათზე. ნუ აი რა რცხვენია. შეფების ლიგა რუსთავი 2-ზე.